საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშები წარუდგინა შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საპარლამენტაშორისო კავშირში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნის ასოციაციის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში. მისი თქმით, ქართველმა მხარემ ორივე პლატფორმა გლობალურ საკითხებზე საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად და სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად გამოიყენა. პაპუაშვილმა ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საერთაშორისო ტრიბუნა ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე სასაუბრო და არაღიარების პოლიტიკისთვის გამოიყენა. მოხსენების შემდეგ კომიტეტის ხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას ვისაუბრე უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ხშირად პოლიტიკური მიზნის ჩარევისთვის გამოიყენება, თუმცა წარმოჩენილია როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში. აღვნიშნე, რომ დემოკრატია წარმოადგენს ცხოვრების წესს და არა იდეოლოგიას, ხოლო დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავსმოხვევა მის არსს ეწინააღმდეგება. აღვნიშნე, რომ მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ომებითა და კონფლიქტებით და მოიცავს ერების სუვერენიტეტის უგულებყოფასა და შიდა საქმეებში ჩარევით გამოწვეულ სერიოზულ გამოწვევებს. ვერ ხვდებით და არ მესმის დღეს საუბრობდეთ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციაში ჩვენს ანგარიშზე და ამ დროს არაფერს ვამბობდეთ იმ უკიდურესად არასასიამოვნო გადაწყვეტილებაზე, რაც მიიღო ეუთოს 24-მა წევრმა სახელმწიფომ, როდესაც აამოქმედა მოსკოვის მექანიზმი. რაც არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ საქართველოში დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და ჩატარებულიყო რეალურად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ის რომ ეს ამოქმედდა აპრიორი არ გულისხმობს იმას, რომ ამას აქვს ობიექტური საფუძველი. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ამ ორკესტრირებულ ქცევას საქართველოს წინააღმდეგ. მეორე, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი სიძლიერე არის სიმართლე. თუ კი ვინმეს აინტერესებს ობიექტური სიმართლე და ჭეშმარიტება, ამის მიგნება ძალიან ადვილია. თუ კი ვინმე ასეთი მექანიზმებს გამოიყენებს იმისთვის, რომ რიყეზე გავიდეს და ქვა დაინახოს და არა თვალები დაიბმაოს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. სამწუხაროდ ხდება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია სხვადასხვა წევრი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური დღისწესრიგის გასატარებლად, რაც ასევე ფაქტი არის და კიდევ ერთხელ ჩემი თუ არ გჯერათ ამერიკის შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციას შეგიძლიათ მოусმინოთ, როდესაც ის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე საუბრობს. იყო მცდელობები ჩვენი ასე ვთქვათ იზოლაციისა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ამ მცდელობებს ყავდა საკუთარი ასე ვთქვათ ფლაგმანი დელეგაციები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველოს არ დაეშვათ როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სესიებზე გამოიჩინეს სიფხიზლე და აღკვეთეს პირდაპირ შემიძლია ვთქვა ეს უმსგავსობა, რომელსაც მათ შორის ბალტიური ქვეყნების დელეგაციები ცდილობდნენ საქართველოს მიმართ. ეს შეფასება შემოიფარგლებოდა ერთადერთი სიტყვით, ფრაზით, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თუ არ ვცდები. და ყველა სხვა ნაწილში იყო მით უფრო განსაკუთრებით საბოლოო ანგარიშში თუ ნახავთ, იყო უკიდურესად უარყოფითი შეფასებები. ეს ფრაზა კონკურენტული რამდენად ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზოგადად ამომრჩევლის ნება იყო უზრუნველყოფილი მათ შორის ფარულობის და არ მხოლოდ ფარულობის ნაწილში. პორტოს სესიაზე ეუთოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა ისე, რომ ამორჩევლის ნება გამოხატული იყო. მართალია ეს არ იყო იდეალური არჩევნები, რაღაც დარღვევები იყო, მაგრამ ამ დარღვევებს არ მოუხდენია გავლენა ამორჩევლის ნებაზე და ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც აიღეს 61 მანდატი, ამ პარტიებმა თავისი ბოიკოტით არცეს პატივი იმ ამორჩევლის სურვილს და ნებას, რომლებმაც მათ ხმა მისცა.